მოგესალმებით მეგობრებო და გიმონდით ახალი ვიდეოზე რომელიც იქნება FC Mobile ჩემპიონთა ლიგის მოკლედ ხო რა ჩემპიონთა ლიგის თამაში და ხვალ არის თუ დღეს არ ვიცი ახლა რამდენი სწორია ჩემი ტელეფონის ის მაგრამ დაწერეთ რამდენი დავთორდება ატლეტიკო რეალის თამაში რა Xanam შევა თქვენ და ლაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი შევიდე უკვე შევდივართ აქ და როგორც იცით პარის არასდროს არ აქვს მოგებული ასე რომ ეხლა ვეცდებით რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიღოთ პარის სენ-ჟერმენით პირველ თამაში 8-0 მოუგე იმას რა ქვია ბრესტი იყო მეგონი ანდრე სუხარი გინდა ერთით მეგორო დაგიგვით მეგობრებო დაიწყო ჩვენი თამაში და სამწუხაროდ აქ არ არის უყარაცხელია არც ანუ არცად არ არის რა მოძებნი არ არის დავიწყეთ თუ არა ეგრევე ჯარიმა აქ სწრაფად გათამაშეს მარკინიოს პასი გავაკეთეთ დემბელეზე დემბელი დავარწმით და გავიტანეთ 1-0 გაიხსნა ანგარიში პარიზის სასარგებლოდ და დამაცა ანუ ოსმან დემბელე აი ამ FC25-ში არის ანუ ბებერის გავს აი ახლა გავიტან და გაჩვენებთ რას გულისხმობ ფუში ანუ ნუ მოკლედ ბებერი ისინი რო არიან 80 წლისები 75-ები აი ეგეთი ისა ეგეთი წორები აქვს მე მგონი აი ეს დაგვდით ოი ისე წორები ხონია უი ვიჩით მეგორეო მე სამიდროთ მაინც ვიგებთ პარკოლა დავარტყით და გავიტანეთ 4-0 4 ბურთით გავეთით უკვე წინ და გუშინ ვიდეოს გადაღება ვერ მოსარი და მარტო მე ვითამაშე და რეალს მე-16 ჩემპიონთა ლიგა მოვაგებინე და ეხლა ვეცდები რომ მოვაგებინო პარის თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა პირველი დემბელე დავარტყით და მე კარა მაგვიღო მოდი საირე ემერიზე გავაკეთებ პას გონზალო რამოსი დავარტყით და მაგრამ შეხვდება სუელს ხდება ბურთი და გადადის კუთხუზე მოდი აქ ეგრევე ჩავაწო და მოგერიეთ კი ხوان ჟონევესი დავარტყით და გავიტანეთ უკვე 5 ბურთიანი 5 ბურთით ვართ წინ თუ 6 ბურთით 5 ბურთი გვაქვს თლიანობაში პირველ თამაშიც რო იყოს აგერ წერია 13-0 გამოდის თლიანობაში აბა გონზალო რამოს და გავიტანეთ გონზალო რამოსით ჯერ არ გინდა 6 ბურთით გავედით უკვე წინ 14-0 აბა გონზალო რამოსი ზაირე ემერის მივეცით ოსმან დემბელე და არტყე და გაიტანა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე 7-0 დაიწყო უკვე მეორე ტაიმი გონზალო რამოს ოსმან დემბელეს მივეცით ბურთი ოსმან დემბელე კაი ფინდი გავაკეთეთ დავარტყით და გავიტანეთ უკვე 8-0
და აღარ ვიწვი თლიანობაში რამდენია იგი არ წერია ზევით რა ქვია მარცხენა კუთხეში აი ანგარიშის გვერდზე რა აი პარიზ ani ხო რა ანგარიშის გვერდზე რომ არის მიხვდებით რამდენი არის თლიანობაში ეგრე აი ჩემპიონთა ლიგაზე ძირითადად კი არა ეგრეა ემერიტი დავარტყით და გავიტანით უკვე 60-0 ერთი წუთით მეგობრებო შევცვალოთ თოი დამეღლებიანო ესე და დიდრენ ჩოცოლო დუდი ლეკანგ ინგ თუ ლეკანგ ინი შემოვიყვანოთ ოსმან გერდა ბარკოლოთ დავარტყით ბიზოტი იგერია სამურთ შემოვიდნენ მოდი აქ შევაწოდოთ ფაბიან რუიზი თავი დაარტყა ძალიან მაგარი გოლი გაიტანა აქ ფაბიან რუიზმა და 10-0 თუ 11-ით ლეკანგინი დავარტყით და გავიტანეთ მისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე 12-0 და უკვე მე-80 წუთია და ძალიან ცოტა დარჩა დროის ამოწურვამდე ლეკანგინი დოუე დავარტყით გოლ ძალიან კარგი გოლი იყო კომენტატორობა არ გამომდის რა აი კომენტატორობა რო გამომდიოდეს აი ვიდეოები გამომივიდოს ამ ფეხბურთზე მაგრამ არ გამომდის რა ვქნა როგორც შეგვიძლია ისა იმაშები რა აბა კამარა დუე ჯოუნევსი თუ ხოუნევსი ვინც არის ვერ მომამიზღელს პასი გავაკეთეთ გონზალო რამოსი აქ თამაში არის დავარტყით და გავიტანეთ 13-0 თუ 14-0 უკვე ამ თამაში და ნუ მოკლედ დამთავრდა და გადავედით ნახევარფინალში და მეგობრებო შეგახსენებთ რომ არ დაგავიწყდეთ გამოიწვევთ ლაიქი და ლაიქოთ ეს ვიდეო და ვიხვდებით ეს რა გუნდია და მე მგონი ბაიანს შევხვდებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში და რა გუნდია ახლა გავარკვევთ ნახევარფინალის პირველი თამაში დაიწყო მეგობრებო თამაში და ეს გუნდი არის ბერგამოსთან მე მგონი არ უნდა გავიჭირდეს დამაცა ლუკმენი სადამაშობდა ატალანტაში ხო და ლუკმენს რა უნდა დამაცა სახელი შეიცვალეს თუ რა მოხდა კი მაგრამ ლუკმენი დავინახე რომ ყავდათ აბა დემბელე მე-5 წუთზე დავარტყით და უსმან დემბელეთი გავიტანეთ ერთვით მეგობრებო დაგიბრუნდით მეგობრებო აბა ოსმან დემბელეთი დავარტყით და გავიტანეთ ერთვით ბუდიშით მეგობრებო დაგიბრუნდებით ახლა დაგიბრუნდით მეგობრებო ბუდიშით რომ ამდენი ხანს გავდივარ აბა პაჩო დემბელეს მიერთი და გურთი power shot-ი დემბელე აგურღო მეგარე power shot-ი მინდოდა მაგრამ
კარი გამოვიდა, აბა მარკინიოსი დავარტყით, გავიტანეთ. ძალიან კარგი თაური დარტყმა იყო და ადვილად გაიტანა გოლი მარკინიოსმა. ედერსონი. ვიტინია წავედით წინ. ვიტინია. ოსმან დემბელე ცარიელ კარში ურტყავს და ცარიელ კარში თითქმის ყველა იტანს და გაიტანს კიდევაც მით უმეტეს ოსმან დემბელე. 4-0. ოსმან დემბელე გონზალო რამოსი დავარტყით. მეკარე რაღაცნაირი საღელია ქაშონონონა, მაგრამ არა უხავს ბარკოლა და გავიტანეთ 35 წუთზე და 5-0 უკვე. ლუკვენი. ვიტინია. ოსმან დემბელე. ვიტინია დავარტყით და უკვე გახდება 6-0. ბერგამოს მეგონი არანაირი შანსი არ აქვს, რომ ვაფშე გოლი გაიტანოს. შეიძლება გქონდეს, მაგრამ 6-0-ია და ერთი გოლი რო გაიტანოს, კაია, მაგრამ ჩვენთვის არაფერი არ არის, იმიტომ რომ უკვე 7-0-ს ვიგებთ. და ერთი გოლი დემბელე დაიღალა უკვე. ვარ ჩამოგობე პირველი ტაიმი, დაიწყო უკვე მეორე ტაიმი. ბარკოლა დაარტყა და კარნესაკიმ აიღო. ზუსტად ვერ წავიკითხე მაგის სახელი, მაგრამ ეს ვინ არის? ჯოაო ნევესი დავარტყით და გოლი გავიტანეთ 51 წუთზე უკვე 9-0 თუ 5-0. გაათამაშა ედერსონი, ზაირე ემერი დავარტყით და გავიტანეთ 57 წუთზე 9-0. ეწვით მოგროვო. ოსმან დემბელე დავარტყით და გავიტანეთ. მოდი აღარ უყუროთ განმეორებას. ლეკანგინი მამის გონზალო რამოსმა დაარტყა და გაიტანა 67 წუთზე თუ 9 წუთზე და გახდება 10-0 და 11-0. არ მახსოვდა თუ ის დემბელემ გაიტანა. ერთუით მოგორეო. აბა ზაირე ემერი დავარტყით. მეკარე აგვიღო. ზაირე ემერი გოლ. 17 წუთზე უკვე 12-0. არანაირი შანსი არ აქვს ბერგამოს რომ გაგვიტანოს. ან ამოგვიქაჭოს ლიკანგინი, მაგრამ თამაში გარე. ძალიან კარგი შანსი ჰქონდა აქ. თან გონზალო რამოსმა კარგი პასი გავუკეთა მას. საირე ემერიმ ჩააწოდა ლეკანგინი. ფაბიან რუიზი დაარტყა. მეკარემ აიღო დოუე დაარტყმა, ისე მეკარის ორმაგი სეივი გააკეთა. გონზალო რამოსი თაური დაარტყმა გოლ.
გონზალო რამოსმა უკვე გახადა 13-0 და მორჩა თამაში. ბერგამოს 13-0 მოუგეს. და მეორე თამაშაშიც წესით ძალიან ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ. ბაიერნს შეხვდებით, როგორც ხვდები. ფინალში, რადგან 6-2 მოუგო პირველ თამაშში ბენფიკას. და ძალიან დადებული არა, ბეგინერზე მაქვს ჩართული ჩემადამ რაღაცები იჩალიჩა რა, ხო და ბეგინერზე დავერენა, თორე ისე ვორდ კლასზე ვთამაშობ ხოლმე. აი მადრიდიდაც ვორდ კლასზე ვითამაში. დაიწყო თამაში. რატეგული. ლუკმენი. ვიტინია მწვავე აკურთი, ვიტინია. ოსმან დემბელე დაარტყა და გაიტანა. სულ მოვიწოდება ხოლმე. ერთი 0 უკვე ვიგებთ ბერგამოსთან. ვიტინია, ოსმან დემბელემ დაარტყა, მეკარემ აგვირო. ჩავაწოდებ და პაჩო ვერა. ზაირე ემერი, მარკინიოსი. ვერა წაგორჩებურთი. ლუკმენი. ჰაკიმი წავართვიდბურთი, ჰაკიმი. ვერა წაგორჩებურთი, რუგერი. ლუკმენი. ფარკოლა დაწესში ჩამოვიდა, რატეგული და გაგვიტანა. რატეგული გაგვიტანა 28 წუთზე. 1-1. ერთი გოლი მაინც გაიტანეს, შეძლეს და გაიტანეს ერთი გოლი. გონზალო რამოსმა დაარტყა და გაიტანა. გონზალო რამოსი როგორც უგეხსენებათ ყოველთვის გაიტანს. ზაირე ემერი. პაჩო. ზაირე ემერი ისევ. გონზალო რამოსმა მისცა დემბელეს, ოსმან დემბელემ დაარტყა და გაიტანა. 3-1. ორბურთიანი უპირატესობით ვართ წინ. დერონი. ლუკმენი. ვიტინია. მაგრამ შეცდომა დაუშვით. ლუკმენი. მაგრამ ჯარიმა დერონი წავაქციეთ. პაჩო. ოსმან დემბელე. მაგრამ დაამთავრა პირველი ტაიმი. 3-1 უკვე ვიგებთ და ფინალში გავალთ ჩვენ და შეხვდებით ბაიერნს. როგორც ვფიქრობ და მე მგონი ეგეც იქნება. და არა მგონია ეხლა იმან რა ქვია ბენფიკამა მოუქაჩოს, წარმოიდგინე 6-2 მოუგო პირველივე თამაშში ბაიერნმა და ეხლა არა მგონია რომ ეხლა იმას გაეტანა მაგდენი გოლი 4 გოლი გაიტანა ეხლა ერთ თამაშში. აი ბენფიკას რა შევხვდე? ბაიერნთან უფრო ჩემი აზრით ვორდ კლასზე რო ყოფილიყო და არავის რო არ შეეშალა, აი ვორდ კლასზე მაგარი დაძაბული თამაში იქნებოდა ბაიერნს შორის. ედერსონი კიდე მიდის. ვიტინია დაუბლოკა. ვიტინია. ოსმან დემბელე
ოსმან დემბელემ დაარტყა და 5-1 მოკლედ მთლიანობაში არის 18-1 და ჩვენ გავალთ ფინალში ვიტინია და გავიტანეთ 6-1 5 ბურთით წინ ვართ ლუკმენი წავართვით ბურთი ოსმან დემბელე კარისაკენ გარბის დაარტყა და გოლ 7-1 ლუკმენი ისე მიდის პარჩეს წავართვით მაგრამ გადაინახა აქვს ჯარიმავიცი სწრაფად გაათამაშეს წავართვით ვიტინია ვიტინიას კარგი პასი გონძალო რამოსმა დაარტყა და გაიტანა უკვე 8-1 86-ია და მოდი ვთქვათ რომ ბერგამოც კარგად ითამაშა მაგრამ ჩვენ მაინც უფრო ძლიერები ვართ პარიზი უფრო ძლიერია და დაამთავრა თამაში 8-1 და ვიდივართ ფინალში და როგორც თქვი პარიზი ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და იმედია მოვიგებს ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ასე რომ ეს იქნება ბოლო მომენტი ამ ვიდეოს ასე რომ შეგახსენებთ რომ დალაიქით გამოიწერეთ არხი და ნუ მოკლედ ეხლა შევდგეთ ჩვენ ფინალს დაიწყო უკვე ფინალური თამაში ფინალი პარიზი ბაიერნის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაიწყო თამაში აქ ეგრევე მუსიალამ წაგვართვა ვიტინია გონძალო რამოსი ეგრევე შეტევაზე გადავედით გონძალო რამოსი დაარტყა 1-0 გონძალო რამოსის გოლი ფინალში და ეს გოლი გახსნის ანგარის ეწვით მოგორება ბოდიშით მოგორება ჩემი მეგობრები იწერებოდნენ აბა ოსმან დემბელეთი დავარტყით მაგრამ ეს პენალი არ არის ჰარიკეინი თუაუნევეს ოსმან დემბელე დაარტყა ძელს ხდება თუ ხარიხა ვერ დავიმახსოვრე ერთ-ერთი ასე რომ მოდი თქვათ რომ შტანგას მოხდა ბურთი და გვერდ გაიტანა ნოიერმა დავიესმის და მუსიალა მარკინიოსი ოსმან დემბელე აქ სტილობს ოსმან დემბელე რომ გაიტანოს ფინალში გოლი სტილობის კი არა აბა ოსმან დემბელე დავარტყით და 2-0 ოსმან დემბელეს გოლი ფინალში და ორ ბურთიანი უპირატესობით ვართ ანუ ორი ბურთით ვართ წინ 2-0 30 წუთია
ჰარიკეინი. მაგრამ ვიტინიამ წაართვა ბურთი. ვიტინია დაარტყა. ძალიან მაგარი გოლი აქ და 3-0 უკვე. უბამენგანო, მუსიალა, კიმიჩი მირბის, მაგრამ ვიტინია მაინც ართვა. მაგრამ უბამენგანო, კიმიჩი, ჰარიკეინი, ჯოუნევის მარტვა. ვიტინია. ნოიერი. და კუთხური ჩაწოდება. პაჩო, გოლი, პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე პაჩოსის თან ფინალში. და რაუნდ ოფ 16-ში ნახევარფინალებში და ფინალში 4-0. კიმიჩი, კეინი, მაგრამ შეტევას ვეღარ დაიწყებენ ვეღარ დაიწყებს ბაიერნი, მაგრამ მეორე ტაიმიც აქვს. პალოვიჩი. მუსიალა, მაგრამ იზიაჯანება ჩვენ ჯარი მათ ოფსაიდი იყო, ვეღარ დავინახე. ოლისე, შეცდომა დავუსვი, ჯოუნევის მარტვა. ბარკოლა და მაგრამ ნოიეს ეგრევე ხელებში მისცა. კიმიჩი, მუსიალა მიდის. ვერავინ ვერ ძლევს კიმიჩი, ისე მუსიალა. კიმიჩი. მაგრამ აქ ძალიან ცუდი პასი იყო. უბამენგანო. ლაიმერი. კეინი, მუსიალა. მარგინიოსი, არა, პაჩო, დაარტყა და ჰარიკეინმა გაგვიტანა გოლი. 4-1. და ვიტინია გაიყვანა. ანუ სულ ნერვები მეშლება, რომ ეს აუტოსაბსტიტიუტ შენები, ანუ აუტოზე რო გიჩვენებს, რომ მაგალითად ეს შეცვალო და იმენა X რო აწვევი არ მუშაობს. და მე 7 მილიონი ცდის შემდეგ აი მაშინ იმას იზავს, რა ქვია, აი მაშინ დააჭერს X და აღარ შესვიდა. მაგიტომ უნდა შეხვიდეთ იმ მენეჯმენტში და მან შეხვალ სადარიგოებში და აუტოსადარიგოებს გამორთავდა. ეგ არის რა, ჩვეულებრივ ისეთ გინდა შეძლი, ისეთ გინდა არა. 92 წუთია უკვე არ შემიჩნევია. აბა პალოვიჩი. ბოლო შეტევა იქნება აქ ბაიერნის. მაგრამ მარკინიოსმა წაართვა. ჯოუნევესი. დემბელე, ბარკოლა, ვერა უბამენგანო. და 4-1 და პარიზმა მოიგო თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა. როდის დაიღო ჩემპიონთა ლიგა, მაქედან არასდროს არ მოუგია და 2025-ში მოიგო და აღმართა უკვე დონარუმ 1000 და ისტორიაში ჩაიწერება, რომ პარიზმა მოიგო თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა. 4-1 მოვიგეთ. ნუ მაგალითად მეგობრებო, სულ ეს იყო აბაჰეთ მოვალ შეხვდებით.